მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო. მე ვაგრძელებ საუბარს დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდზე. თუ გახსოვთ, ჩვენ ვისაუბრეთ ზაქეს კვირაზე, ეს გახლავთ სამზადისი, სურვილი, მონდომება, რომ ადამიანმა უნდა მოიდომოს მარხვის შენახვა. შემდეგი კვირა გახლავთ მეზურე და ფარისეველი, ანუ სიმდაბლე და ამპარტავნება, რომ ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ ის არის ამპარტავანი და მას სჭირდება სიმდაბლე. შემდეგი კვირა გახლავთ უძღებიშვილის კვირა, ანუ სინანული, ადამიანი უნდა დაბრუნდეს ეკლესიაში, უნდა დაბრუნდეს უფალთან, დაიწყოს ეკლესიური ცხოვრება. აი ამ კვირას ეწოდება საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე. შეიძლება თქვენ გაიკვირვოთ, რომ რატომ საშინელი, როგორ შეიძლება უფალთან რაიმე საშინელი არსებობდეს. საშინელი ქვია იმიტომ, რომ ეს სამსჯავრო იქნება უკანასკნელი და მეტი შანსი ადამიანს გამოსწორების უკვე აღარ ექნება. ჩვენ ვიცით ეკლესიური სწავლებით, რომ ადამიანი რომ გარდაიცვლება, მე-40 დღეს ის წარსდგება უფლის წინაშე და მას ექნება პირადი სამსჯავრო. ანუ მას მიუჩენენ დროებით სამყოფელს, სადაც ის დაელოდება უფლის მეორედ მოსვლას და უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ შეიძლება ადამიანი ჯოჯოხეთიდან ამოყვანილი იქნას და გადაყვანილი სამოთხეში, თუ მისი ახლობლები, მისი ჭირისუფლები ეკლესიურად იცხოვრებენ, წირვებს შეუკეთავენ, პანაშვიდებს გადაიხდიან და ქველმოქმედებას აღასრულებენ. მაგრამ საშინელი სამსჯავროს დღეს, როდესაც მოვა ძეკაცისა, როგორც წერია მათეს სახარებაში და აქვე დავძენ, რომ მარტო მათეს სახარება გვაუწყებს საშინელი სამსჯავროს შესახებ. აი უკვე ადამიანს სამსჯავროს შემდეგ არანაირი გამოსწორების შანსი აღარ მიეცემა და მაგიტომაც ქვია საშინელი სამსჯავრო. და ამიტომ ეკლესიამ განაჩინა მარხვის დაწყების წინ შეგვახსენოს სწავლება აპოსტასიის შესახებ, სწავლება აპოკალიფსის შესახებ, ესქატოლოგიის შესახებ. აპოსტასია არის შესავალი აპოკალიფსის და აპოკალიფსი არის უკვე უკანასკნელი ჟამი. და დღეს თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებთ, რომ ძალიან ბევრი ქრისტიანი და არაქრისტიანი სოციალურ ქსელში იქნება თუ სატელევიზიო გამოსვლებში ბევრს საუბრობენ მეორედ მოსვლის შესახებ. უამრავი ცრუ სწავლებები იდება და ისედაც დაზაფრული და შეშინებული ხალხი უფრო შეშინებულია და მე გვეკითხებიან ჩვენ, რომ როდის მოხდება მეორედ მოსვლა, ან მოხდება თუ არა საერთოდ. ზოგი ამბობს, რომ უკვე მოხდა და ასე შემდეგ. ჩვენ ღმერთმა გამოგვიცხადა თავისი მეორედ მოსვლის შესახებ. მოგეხსენებათ, აპოკალიფსში ეს ყველაფერი აღწერილი არის სიმბოლურად, აღწერილი არის გარკვეული კატაკლიზმები, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრმა ქრისტიანმა ვერ გაიგო ისე როგორც იქ წერია და ჩვენ უნდა წავიკითხოთ ანდრია კესარიელის წმინდა მამა იყო მე-6 საუკუნის, მხოლოდ და მხოლოდ მისი, ასე თქვათ, განმარტება არსებობს, ყველაზე საფუძვლიანი და ასე გამოცემული არსებობს არის წიგნი ბატონი ედიშერ ჭელიძის მიერ. აი ეს წიგნი შეგიძლიათ სამების საკათედრო ტაძარში შეიძინოთ, სადაც დაწვრილებით არის განხილული ესქატოლოგია, ანუ მაცხოვრის მეორედ მობრძანების შესახებ სწავლება, რომ არ დაბრკოლდეთ და ვიღაცებმა არ შეგაცდინოთ. სანამ უშუალოდ ვისაუბრებდეთ ჩვენ საშინელი სამსჯავროს შესახებ, მინდა ზოგადად გესაუბროთ მეორედ მოსვლის შესახებ, იმიტომ რომ სახარება, რომელიც გვაუწყებს საშინელ სამსჯავროზე, ასე იწყება, როცა მოვა ძეკაცისა. ლაპარაკია იესო ქრისტეზე. იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და ასევე არის ძეკაცისა. ანუ მასში არის ორი ბუნება, ღვთაებრივი და ადამიანური. ჩვენ რომ უფრო უკეთ გავიგოთ მეორედ მოსვლის შესახებ რა შეგონებები და დარიგებები არსებობს, წავიკითხოთ მათეს სახარების 24 თავი, რასაც ეწოდება მცირე აპოკალიფსი. აი აქ გარკვევით ბრძანებს მაცხოვარი თავის მეორედ მობრძანების წინ რა მოვლენები უნდა აღესრულოს. და მე კიდევ დავძენ, რომ სამი ყველაზე გამორჩეული მოვლენა, რაც უძღვის მაცხოვრით მეორედ მობრძანებას, ეს გახლავთ პირველი და იმახსოვრეთ, რადგან ნაკლებად საუბრობენ და მე არც გამიგია, რომ ვინმე საუბრობდეს ამაზე, ეს არის ებრაელების მასიური მოქცევა ქრისტიანობაზე, ანუ მართლმადიდებლობაზე. დაიწყება ებრაელების მოქცევა. ყველა არა, მაგრამ უმრავლესი ებრაელი
როგორც ამას პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში გარკვევით ბრძანებს, ზღვის ქვიშასავით უამრავი რო იყოს, მათი რაოდენობა ძალიან ბევრი მათგანი მოექცევა ქრისტეში. ამბობს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში. ასე რომ ჩვენ რომ დავინახავთ, რომ ებრაელების გაქრისტიანება დაიწყო, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ნიშანი ქრისტეს მეორედ მოსვლის წინა ნიშანი. მეორე ნიშანი იქნება სახარების ქადაგება მთელ მსოფლიოში. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ მსგავსი რამ ჯერ არც კი დაწყებულა, რომ არამც თუ მსოფლიოში ჩვენს მართლმადიდებლურ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, რომ სახარება კი გაუგია, რომ არსებობს, მაგრამ წაკითხული არ აქვს. მეცაც ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დადის ეკლესიაში და ეზიარება, თავიდან ბოლომდე შეიძლება სახარება წაკითხული არ ქონდეს, ან რაღაც ბუნდოვანი წარმოდგენა ქონდეს სახარებაზე. ასე რომ არც ეს მოვლენა დაწყებულა ჯერ, რომ სახარება იქადაგოს მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი თანამედროვე ტექნოლოგიებით არ იქნება პრობლემა სახარების ქადაგების მთელ მსოფლიოში, მაგრამ ჯერჯერობით ეს მოვლენაც არ დაწყებილა. და მესამე ყველაზე მკვეთრი ნიშანი მაცხოვრის მეორედ მობრძანების წინ იქნება ანტიქრისტეს გამოჩენა, ანუ გლობალიზაციის დასასრული, ახალი წესრიგის დამყარება, ძალიან ხშირად გესმით თქვენ ამის შესახებ სწავლება, იქნება მთელი მსოფლიოს გაერთიანება, იქნება ერთი მთავრობა, ერთი მმართველობა, ერთი რელიგია, ანუ პანეკუმენიზმი, საერთო ტაძრები იქნება და მოხდება, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ერთ ხელისუფლიანობის დამყარება. და ამ ყველაფერს გააკეთებს ანტიქრისტე, რომელიც სოლომონის ტაძარში დაჯდება, თავს ღმერთად გამოაცხადებს და იქნება საშინელი დევნა ქრისტიანების და შეცდომილი ადამიანების დაბეჭდა ანტიქრისტეს ნიშნით. ანუ მსგავსი მოვლენები ჯერ არ არის, თუმცა წინაპირობები ამისი არსებობს. აი ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება არ დამეთანხმოს და თქვან, რომ სახარებაში ხომ წერია, რომ იქნება მიწისძვრები, იქნება ომები და ჭირი. კი ბატონო, ომები, მიწისძვრები და ჭირი ადგილ-ადგილ ყოველთვის იყო მთელ მსოფლიოში, გლობალური, მაგალითად ეხლა კი იყო კოვიდი, მაგრამ უფრო ადრე იყო ესპანკა, რომელმაც უფრო მეტი ადამიანი მოსრა ვიდრე კოვიდმა. ასე რომ ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც ყველა საუკუნეში, ყველა დროს აღესრულებოდა, მაგრამ ის გამაფრთხილებელი ყველაზე მკვეთრი მოვლენები, რაც უნდა განვითარდეს მაცხოვრის მეორედ მობრძანების წინ, ებრაელების მოქცევა, სახარების ქადაგება, იმიტომ რომ ყველა ადამიანმა უნდა გაიგოს ჭეშმარიტების შესახებ, ყველამ უნდა გაიგოს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მე ვინმე მართქვას, რა მე არ ვიცოდი და მე რომ ცოდნოდა ასე არ მოიქცეოდი და მესამე ანტის გამოჩენა. ასე რომ მე შემიძლია თქვენ დაგამშვიდოთ, მაგრამ ეს დამშვიდობა არ ნიშნავს იმას, რომ მე არხეინად ვიცხოვრო და თქვა, რომ ჯერ ადრე ყოფილა მეორედ მოსვლა, მაგრამ ყველა ჩვენთაგანისთვის მეორედ მოსვლა უკვე დაწყებილია, რამეთო ჩვენ არ ვიცით, როდის გარდაიცვლებით. ადამიანი რო გარდაიცვლება, მისთვის უკვე დაიწყო მეორედ მოსვლა. ეხლა რაც შეეხება საშინელ სამჟავროს, საშინელი სამჟავრო, როგორც გითხარით, მაგიტომ ქვია, რომ ეს არის უკანასკნელი, ასე ვთქვათ, წარდგომა ადამიანის უფლის წინაშე და ჩვენ იესო ქრისტე არ მოგთხოვს პასუხს იმის შესახებ, თუ რატო ვიპარავდით, რატო ქურდობდით, რატო ჩხუბობდით, ეს გასაგებია, რომ ცოდვებია, მაგრამ როგორც წერია, მოსამართლე იქნება იესო ქრისტე, დასაოცარია რა, როცა მოსამართლე არის ქრისტე და გთხოვს პასუხს იმაზე, რომ შიოდა არ მაჭამე, წყუროდა და არ მასვი, უცხო ვიყავი და არ შემიწყნარე, სნეულებაში ვიყავი და არ მანუგეშე, საპყრობილეში ვიყავი და არ მომაკითხე. აი ეს ძალიან საინტერესოა და შეიძლება ძალიან ბევრმა თქვენთაგანმა იფიქროს, რომ რა უნდა ამის გაკეთებას, მე შემიძლია რომ ვაჭამო, ვასვა, შევმოსო, მოვინახულო, ვანუგეშო, უცხო შევიწყნარო სახში და სამოთხეში მოვხვდები. ეს ერთი შეხედვით შეიძლება ძალიან მარტივია, მაგრამ მოდი აბა თქვენ თავს დაუსვით კითხვა, როდის გავაკეთეთ ეს? ვინც ამ სათნოებებს, 6 სათნოება არსებობს აღწერილი ამ სახარებაში, შეიძლება ეს ჩვენ გონია რომ გავაკეთეთ, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით, დიდი ხანია ჩვენ მსგავსი სათნოება არ გაგვიკეთებია. და ამის გამო
სულ რაღაც ორი სიტყვა არის განაჩენი. ძალიან საინტერესო ორი ზმნა. ერთი არის რომ წადით და მეორე მოდით. ანუ ვინც მარცხნივ დადგება, ის ხალხი, ვინც სიკეთეს არ აკეთებდა, მათ ეტყვით ქრისტე, სიყვარულის ღმერთი, რომ წავედით ჩემგან საუკუნო ტანჯვაში, ნახეთ როგორი მკაცრი სიტყვებია, აქაც სწავლება იმის შესახებ, რომ ტანჯვა არის მარადიული, იქ უკვე დასასრული არ ექნება, კბილთა ხრჭენას და მატლი დაუძნებელი და ცეცხლი დაუშრეტელია, რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინდა, მაგრამ ეს არის თვითონ ადამიანების ცხოვრების წესიდან გამომდინარე განაჩენი და მეორე მარჯვნივ ვინც დადგება, ანუ ცხრები, კეთილი ხალხი, ისინი მოისმენენ სიტყვას მოდით ჩემთან, ანუ უფალთან დარჩებიან ისინი სამუდამო ნეტარებაში და ღმერთის დიდებაში გაატარებენ თავის მარადიულ ცხოვრებას. აი ეს ყველაფერი ჩვენ რომ კარგად გავიგოთ, აი ამიტომ განაჩინა დიდ მარხვაში, ზუსტად მოსამზადებელი პერიოდში, რომ ჩვენ რომ მარხვა შეუდგებით რამოდენიმე კვირის შემდეგ, არა მარტო საკვები უნდა მოვიკლოთ და არა მარტო ლოცვები უნდა წავიკითხოთ, ის თანხა, რომელიც ჩვენ არ დაგვეხარჯება ხორციელ საკვებში და რძის ნაწარმში, უნდა შევინახოთ და გაჭირვებულებს უნდა გადავცეთ. ზოგი იტყვის, რომ მე თვითონ არანაირი თანხა არ გამაჩნია და რა თანხა უნდა გავცე. თანხის გადაცემა სულაც არ არის აუცილებელი, ჩვენ შეგვიძლია ადამიანს სიტყვით დავეხმაროთ, შეგვიძლია ხელებით დავეხმაროთ, შეგვიძლია ბარგის გადატანაში დავეხმაროთ, შეგვიძლია სახლის დალაგებაში დავეხმაროთ და უამრავი რამის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ მათთვის. ერთი გაჭირვებული ადამიანი მივიდა უფალთან და ასეთ საყვედურს აძლევს, რომ უფალო მე თელი ცხოვრება მიჭირს და რატო ვარ თელი ცხოვრება გასაჭირში. უფალმა უპასუხა, რომ შენ იმიტომ ხარ ამ მდგომარეობაში, რომ არასდროს გაგიკეთებიაო სიკეთე და რითი გავაკეთო სიკეთე არაფერი გამაჩნიაო. და უფალმა უპასუხა, რომ შენ გაქვს თვალები, შენ გაქვს ენა, შენ გაქვს ყურები, შენ გაქვს ხელები და ფეხები. შენ შეგიძლია თვალებით, ანუ გეშო ადამიანი, შენ შეგიძლია სხვისი გაჭირვება ყურებით მოისმინო. შენ შეგიძლია შენი ხელებით ადამიანს დაეხმარო და რაღაც გარკვეული თანადგომა გამოიჩინო. შენ შეგიძლია მიხვიდე შენი ფეხებით ადამიანთან და რაღაც გარკვეული გეში აგზნობინო. ანუ ესეთი ადამიანი არ არსებობს სნეულებაშიც რო იყოს და საპატიმროშიც, რომ სხვა ადამიანის დახმარება არ შეეძლოს. ასე რომ აი ამ სათნოებებიდან არც ერთი ჩვენთაგანი არა ვარ თავისუფლები და ამიტომ განაჩინა ეკლესიამ, რომ თუ ჩვენ არ გვინდა რომ საუკუნო სატანჯვერში აღმოჩნდეთ და თუ ჩვენ არ გვინდა რომ დავიტანჯოს ჩვენი სული მარადისობაში, აი ამიტომ უნდა ვისწავლოთ სიკეთის კეთება. იაკობ მოციქული შესანიშნავად ბრძანებს, რომ საშინელი სამსჯავრო მისთვის იქნება სუბუქი, ვინც მოწყალებას გასცემს, ხოლო ვინც მოწყალებას არ გასცემს, მისთვის საშინელი სამსჯავრო იქნება ძალიან მძიმე. უწყალო სასამართლო წყალობის არ აქვს, ხოლო წყალობა აღმატებულია სასამართლოზე. ანუ მოწყალი ადამიანი შეწყალებული იქნება. თვითონ ქართული სიტყვაც წყალობა მოდის უბრალოდ აი მოწყალებიდან, რომ თუ გინდა რომ შეგვიწყალონ, ჩვენს უნდა ადამიანები შევიწყალოთ. და განსაკუთრებით ეს ყველაფერი ჩვენ ეკლესიამ შეგვახსენა დიდ მარხვაში. უფრო დაწვრილებით ეს ყველაფერი ჩვენთვის უფრო ნათელი რო იყოს, მე მოვიტანე თქვენთვის წიგნი დიდი მარხვა. ეს არის ალექსანდრე შმერმანის წიგნი, სადაც დაწვრილებით მუხლობრივად ყველა კვირა არის განხილული. ეს წიგნი შეგიძლიათ თქვენ შეიძინოთ მაღაზია ალილოში და ესა ჩემთან ერთად შეგიძლიათ რომ ამ წიგნს გაეცნოთ. და როცა მომავალი ჩაწერა მექნება, მე მინდა რომ კომენტარების სახით ან პირადში მომწეროთ შეკითხვები. ჩვენ მომავალ კვირას უკვე ვისაუბრებთ ადამიანის გამოძევებაზე 64-დან, ვისაუბრებთ შენდობაზე და ამ საკითხებზე მე მგონი რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული და მომავალი ვიდეო რგოლი ჩვენი უკვე შეეხება ადამიანის ექსორიობას, ანუ გამოძევებას 64-დან და მიტევებას. ძალიან ბევრი ადამიანს უჭირს მიტევება და ფიქრობს, რომ არაფერი დაუშავებია, ვის რა უნდა მიუტევოს, მე მართალი ვარ, ის მტყუანია და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ მართალი ადამიანი არ არსებობს, ყველა ცოდვილები ვართ, ერთადერთი მართალი იყო ღმერთკაცი იესო ქრისტე და ისიც გავაკარით ჯვარზე. აი საწმინდოდა მე თქვა თქვენთვის და თუ თქვენ უფრო იაქტიურებთ და შეკითხვებს გამომიგზავნით, ჩვენი მომავალი ვიდეო ქადაგება უფრო საინტერესო და უფრო შემეცნებითი იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გააღვივოს თქვენში სურვილი, მონდომება, სინანული და სიმდაბლე
და სიკეთის კეთების უნარი, რომ ჩვენ ვიყოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები და ჩვენი ცხოვრების წესით ბევრ ადამიანს მოუტანოთ სიხარული და სიყვარული. ჩვენთან არის ღმერთი.